მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, YouTube მაყურებლებო, ჩვენო მაყურებლებო, ჩვენოს ყველაზე საყვარელო ხალხო. დღევანდელი თემა პირდაპირ ვიტყვი რა, ბევრი მოკიბების გარშემო გამარჯვებები და ტურიზმი ამოუწურავი თემაა პრინციპში, იმიტომ რომ ჯერ ერთი შიდა ტურიზმი ახლა კიდე ცალკე თემაა და ცალკე საკითხავია, რამდენად განვითარებულია, მაგრამ თვითონ რესურსი შიდა ტურიზმის არის უზარმაზარი. შეგვიძლია საქართველოს კუთხეებით დავიწყოთ და მე გადავიდოთ როგორც ყოველთვის მე შეგეკითხები, მაშინ შენ ჩამოვთვალოთ მაგალითად დღესდღეობით ეხა ზაფხული მოდის და საწახვიდოდი საქართველოში ჯერ თა მიყვარს მე ძალიან ანუ მე მირჩევნია ზღვას მთა რატო ხო მეგეც ამიხსენი რატო თუ ზღვა მაგასაც ავხსნი თუ ზღვა მაშინ უნდა იყოს როგორ თქვა რა ანუ აი ისეთია მოწყვეტილი ცოტა ადგილი აი ძალიან დიდი სიმყუდროვე რო არის რა იმიტომ რომ აი ბათუმში მაგალითად დცების გარეშე ხო ხო მე იზინებ და აი თან ბავშვებთან ერთად როცა ხარ აი ძალიან ურტალია ამიტომ მოწყვეტილი ადგილები მირჩევნია რაც შეეხება ხო თუ ზღვა არის მაგრამ თა მაინც იმიტომ მიყვარს რომ არ მიყვარს სინესტე რა და როცა სინესტეა და აი კიდე ცხელა და აი რაც არ უნდა სასტუმროში იყო და კონდიციონერი კონდეს და ეგ პრობლემები არ კონდეს მაინც გარეთ გადიხარ აი წებორო ხო რა აი წეპო ეხა ესე საგულაოდ წახვიდე და ზღვაზე გაერთო და რაღაცები კი ბაზარი არ არის ასწორებს მაგრამ აი დასვენება რასაც ქვია მირჩევნია რომ იყოს თაზე ხო დასასვენება სვანეთში თუშეთში ხევსურეთში აი უფრო მევასება სხვათა შორის მეც მევასება მთა ზღვასთან შედარებით აი ზუსტად მაგის გამო რომ წებორო ხარ რა იბანავებ წებო ხარ არ იბანავებ წებო ღამე ვერ გძინავს ეს ნესტიანში გძინავს და აი რაღაცა ცოტა ისეთია რა და აქ კიდე მთაში დისკომფორტია მაგარი ღამე ჩათბები რა უცებ მოიფარო და ეგეც ასწორებს რომ აი ცოტა უკვე რო აგრილდება და მარტო ერთი პერანგი რო გაცვია გძელსახელოებიანი და მე რო დაწვევი და აი თბილად ბუხართ რო აუ რა კაი ეგეც კაი პონტია ანუ გუდაური თუ მაგალითად კვარიათი სიტყვაზე გუდაური და აი ხა წელს მიუხედავად იმისა რომ რა უცნაურია რომ მე არ ვდგავართ ხილამურებზე და აი მაინც მაგას ვამბობ და წარმოგიდგენთ ხილამურებზე რო ვიყო ხო საერთოდ ხო მე ძალიან დიდი ხანია მე ვდგავარ და ბავშვობიდან ვდგავართ ხილამურზე ნორმალურად სრიალი ჩემჭიას ვახარებ ეხლა კოტე ხადაგიძე სავიდა ვიღაცა და კატო ჭირაქები და ვიღაცები ვერ ვდგავარ რა ჩვენი ბაკალენერებიც იყო რა მე ჩემჭიას ვახარებ ხოშიანად დავსრიალებ მაგრამ კაი ხანი არ ყოფილა რა გუდაური ბაკურიაში თუმცა მინდა ვთქვა რომ ძალიან განვითარდა ჩვენთან ეს საფრთხილამურო სპორტი ხო ძალიან მაგარი ტრასები გაუკეთებიათ ძალიან მაგარი საბაგიროები გინდა მარტო გუდაური რა ხეთ გუდაური ჩემი ბავშვობაა თორე გოდერძიზე სვანეთში იქით აქეთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რა გვი სპორტის სამინისტროს თუ ვის უნდა უთხრა თუ ბიჭებს გინდათ კოტეს ქალაქი კიდე ბიჭებო რა ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ვითარდება კარგია სიჯანსაღია ჩემი შვილები სრიალებენ დადიან რა ვიცი აი ქეთუთა მაგალითად რა 1-2 წელია ჩემი გერი ქეთუთა მაგალითად დადის და 2 წელია რა ვიცი ტრენერს რა ქვია მწრთნელად ევლინება ხოშიანად რა კაი ხალხია კარგი სპორტია ასევე მინდა ვთქვა რომ ცურვაც დაანაჯანსაღებს მაგრამ იმდენი აუზები გაიხსნა და იმდენი რაღაცები ზოგი უკვე მე რას დავაკვირთ ის რა ტენდენციას რომ ზღვაზე მიდიან მაგრამ მაინც აუზში ჭუმპალაობენ რა ხო მაგრამ აუზიანი სასტუმროებისაც აუზის სხვა ბაზარია ეხა მაინც რა ანუ ნახე მე მაგალითად უფრო ბავშვების პონჩი ეხა რო ჩასული ვიყავი ბათუმის აი ცოტა იქით ახალი ბულვარი როა იმის კიდე აი უკან იქით მანამდე ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში რომელიც არის ძალიან დიდი და გრძელი და ნუ აი ძალიან საყვარლები იყვნენ იმიტომ რომ ჩვენ მოგცეს უფრო იაფად უფრო კარგი ნომერი ვიდრე გვეკუთვნოდა მაგრამ რაღაცა ფასდაკლებასავით გაგვიკეთეს მაგრამ პრობლემა იყო ლიფტით ასვლაც მაო აი 45 წუთი ხანდახან ვიყავით ამ ბავშვებთან ერთად წარმოიდგინე როგორი რთულია რა და ეგ სინესტეც რა ყველაზე დიდი პრობლემა იქ იყო იმიტომ რომ იმდენი ადამიანი იყო რომ ჯერ ძალიან დიდი რიგები იყო და მე კიდე ლიფტი ძალიან ნელა მიდიოდა ესე დადიოდა ლიფტი სართულით ხო აი რაღაც სიგიჟე იყო და აი ეგ ვნიდა პრობლემას და მე რო გადავედი ბოლოსკენ უკვე ახალი ბულვარი სადაც არის ხა მან რატომ მოვყევი ხა ეს ყველაფერი აუზთან დაკავშირებულია იყო მომენტები როდესაც დღისით აი სანამ ზღვაზე წავიდოდით რაღაცა პერიოდი აუზზე გადავდით იმიტომ რომ იქვია და თქვა დიდი ხანი სახში როცა არ გინა ყოფნა და გარეთ რო იცი რომ ძალიან ცხელა და თან კიდე სიცხეში არ გინდა აუზი არის გამოსავალი. ისე აი მართალს ამბობ, იმიტომ რომ ბავშვები უსაფრთხოა რა, მაინც ვიღაცები ხო არიან იქ რომ მაყურებლები, თქვია თუ ანიმატორები თუ ვინც არიან, რომ
ცალკე რო არის რა, აუზო. შვიდად ხარ უფრო რა. ხო, რო პატარა ბავშვი ხარ რაღაცა. თან თუ აი მაშინ ძალიან ისეთი ამინდი უნდა იყოს რა ქვია. ამინდიც ისეთი უნდა იყოს რომ არ დაიწვას და პახოვდუ კიდე თვითონ ზღვაც ისეთი უნდა იყოს რომ ბავშვს არ ქონდეს განცდა რომ აი ტალღას ეშინოდეს ტალღის ან რაღაცა ეგეთის რა. ხო და არა ჩვენ მაგ პონჩი ანუ აი ქვეყანა ვარ სადაც ერთი და იგივე პერიოდში კი ბატონო შეგიძლია რომ ახვიდე და მთაზე და რა ვიცი მე ისრიალო და ჩამოხვიდე და მე იბანაო ანუ გვაქვს ეგეთი აი მით უმეტეს ვახსენე რომ აი ნესტი და მთა და რაღაცა მაგრამ აი კატოს რა ჩემეულის აქვს ახალი ქობულეთში ზეგ ალბათ 1-2 დღით წავა რაღაც საქმე მაგრამ რა არის იქ ისეთი ჟივილხივილა ჩვენ მე მქონდა ბავშვობაში კიკეთში სახლი და სულ კიკეთში ვიყავით რა ფაქტიურად იმიტომ რომ მამი და ჩემი პიცუნდაში ცხოვრობდა იქ ჩავდიოდით ბათუმის პლაჟი ვაფშე არ მახსოვს იმიტომ რომ ну უფრო აფხაზეთი იყო მაშინ და კაროჩი პიცუნდა იყო სოჩა იყო ბოლოს მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ლესელიძეში სადაც აი მართლა ლაზურნი ბერექს აი მართლა შაბიამნისფერი გამჭვირვალე ეგეთი სანაპირო მე არც ერთ იმაზე საქართველოში არ მინახია და არის რამხელა იცი აი როგორ გითხრა რა ერთი აი რაღაცა კილომეტრ ნახევარია რა მთლიანად ეს ლესელიძე მე მგონი ძალიან პატარაა რა და ერთი რესტორანი რაღაც კასრი და ბოჭკას ეძახდნენ საჭმელი იყო რა შემწვარი ანუ ეგეთ ტურიზმს ეხება რა კვება რა იყო ნახევარი ესე წიწილა გვერდზე გარნირად ისა რა ქვია კარტოფილი შემწვარი და პლასტმასის რაღაცებში ხო და ზაბიგალოვკის ისა საწები ეგ იყო მთელი საჭმელი მთელი აი ლესელიძის საჭმელი რა მაგრამ ისეთი აი არ იყო მახსოვს ის აი რა ქვია შენ ახლა რომ წლებს იძახი მე გეუბნები ბოლოს ლესელიძეს გამოვიდა სადღაც 14 წლის ვიყავით 13-ის რო წამოვედი აი ომი რო იწყებოდა რა მე და ჩემი მეგობარი ვიყავით დედიკოებმა წაგვიყვანეთ პატარები ვიყავით ეს ჩემი მეგობარი უფრო დიდი იყო ილუშა და წამოვედით მაგრამ თუმცა ბავშვობაში ძალიან მაგრად ვერთობოდით პიცუნდაში რა მამი და ჩემთან მაგრამ ძირითადად რატომ მოვყევი ახლა საწავედი კიკეთში ვიყავით ხო მთელი ნათესავები და ყველა და ჟივილხივილი ბავშვები თამაშები რაღაცები და ეხლა ქობულეთი იმიტომ დავამუღამე და სტატი მოკითხვა მთელ ქობულეთელებს და ჩემი მეგობრებს და მაკაცებს ყველას აჭარლებს და რა რატომ ევასება იცი რომ იგივე ხდება აი კიკეთის სუნი აზდის იმ ქობულეთს ჩემთვის ბავშვები სადაც ყველა ბავშვი მთელი სანათესაო ზოგი კარტს თამაშობს ზოგი რაღაცა ზოგი დარბი ზოგი ფეხბურთზე მიდის ბავშვი იცმევს იქ მე სათევზაოთ მე და მე მთელი საღამოს დასხდება და რაღაცა ანუ აღშამი და ნუ მოკლედ მთელი გულაობა მიდის რა აი ისეთი ფეთქებადი სიტუაციაა რა ყოველ რაღაცა 1 საათში რაღაცა ხდება კარგი და ჟივილხივილია რა და ის იმ ჩემმა ბავშვობამ გაიღვიძა აი აქ რა ვითომეტოს ის მთარი და ეს ზღვა მაგრამ სიტუაცია იგივეა რა და მაგარია ამითი რა და მაგრად შემიყვარდა მომეწონა რა ქობულეთი რა სხვათა შორის და ძალიან მე ხშირად ვატარებ დროს იმიტომ რომ ერთ-ერთ სასტუმროში ხარ რეკლამაში რო ჩამეთვალოს ერთ-ერთი კომპანიის ფლობილს აქვს თავისი სასტუმრო და იმ სასტუმროში მივდივარ ხოლმე ყოველთვის ანუ გვეპატიჟება დაახლოებით 1 კვირით წინაზე მგონი 10 დღეც იყო და მანდაც შერდები ხოლმე და ქობულეთში ძირითადად მაგ დროს ვარ ხოლმე და ნუ მე შეიძლება თქვა ან გონიოში ან ბათუმში ან კი ეხლა ძალიან კარგად გააკეთეს ქობულეთი იმიტომ რომ ბულვარი გაკეთდა სათამაშოები იქ რაღაცა მიდის მოდის ხალხი გასუფთავდა ჩემ ბავშვობაში და ჩემ ახალგაზრდობაში არ იყო ეგ ანუ სხვათა შორის აი ხა ატრაქციონები არის საკმაოდ ძველი თან ნუ კი ეთყობა რომ არ არის საბჭოთა წარმოების არამედ არის რაღაცა სხვა ქვეყნის წარმოების მაგრამ ძველებია რა მაგრამ ეგ უფრო მევასება იმიტომ რომ მახსოვს აქაც გააკეთეს ეგ დედაენის ბაღში თუ არ ვცდები რაღაც ატრაქციონები დადგეს და აი როგორი ატრაქციონები იყო იცი ის ფილმი რო არის ჩვენ რო გავიხსენეთ big Tom Hanks-ი რო თამაშობს აი მან 80-იანი წლების ატრაქციონები როა რა აი ეგეთი არის ესეთი წკენები რო წრეზე რო ხო ქობულეთში და სხვანაირია მაგრამ ისეთია რა ანუ აი ბავშვი იკაიფებს მაინც რა მიუხედავად იმისა რომ ძველია თითქოს რაღაცნაირად მე შეიძლება ეგრე მგონია და სენტიმენტალური ვარ და უფრო რაღაცა რეტრო ატრაქციონებად დაგვიქოდო უფრო მევასება მაგრამ მე მგონია რომ ბავშვებსაც უსწორდებათ რა აი პარაბელას მოკითხვა და მთელი პარკის დირექტორია ჩემი მეგობარი ქობულეთის და მაგარი კაცი კარგი მონადირე ნუ გასაგებია მაშინ პარაბელა რატო ხო და იმის მადლობა ყველას იქაურობას რა ვიცი ახლა მე ისე არ გამოვიდეს პოლიტიკურად და რაღაცა მაგრამ მადლობა იქ მუნიციპალიტეტად ვინც აკეთებს ამ ყველაფერს იმიტომ რომ ბავშვებისთვის კეთდება ტურიზმისთვის კეთდება
და ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ჩემ ახალგაზრდობაში ქობულეთი არაფერი არ იყო, საგულაო პონტი არ იყო რა. არც ახლა არის დიდი დუდუ რაღაცება. რესტორნებია, კაფეებია, ბარებია, რაღაცები და ყველგან რა, აი გინდაც გოდერძიზე რა, რომ მოიხოდა გოდერძი. ძალიან დაგლიჯა, ეხლა ბევრი ტურისტი ჩამოდის რა. გინდაც აი ამბასადორს მაგალითად გოდერძიშიც აქვს, ხო? კი ბატონო. და იქაც ბევრი ისვენებს აქ. თქვენ სამწუხაროდ რომ კაი ისეთი ჩემი ტურიზმი არის დაჯექი მანქანაზე 3 დღით, 2 დღით ან შაბათ-კვირას. ჩემი წავედი სათევზაოდ, სადაც პიკნიკი, მევასება, კემპინგი მევასება რა, ზოგადად. აი, თქვენ რაღაცები გაშალე, გამოშალე, იქვე რაღაცა ჭამე, ყავადალი. მე მევასება, თორე მართლა ნადირობაზე ხო გეუბნები, ვერ ვინადირებ. აღარ ვნადირობ და მეზიზრება რა. აი, თვითონ სიტუაცია და ტანსაცმელი, მე ცოტა არავში გაკეთებული საჭმელი აი ოდნავ გრязни გარი რო ხარ რა ცოტა ისეთ აი ჭიასაც რო აი წყალზე გადაივლე აი ეგ მუღამები მევასება რა მაგრამ ჯეთა როგორი პონტი იცი აი ადამიანისთვის აუცილებელია რა ეგეთი რაღაცები ანუ აი თუ იმაზე კი არ არის მარტო რასაკეთებ ანუ უკვე რო შენ ხარ ბუნებაში და იყურები და აი სადაც არ უნდა გაიხედო არის ხე და ბუნება და ზემოთ გაიხედები ცარ ფსიქიკისთვის და ქალაქის ადამიანისთვის ეგ უნდა იყოს აი რეცეპტად გამოწერილი რა ხო მაგრამ ზოგი ხო არის ესენი ურბანულ იმაზე რომ გიждდება აი იმაში რომ არის მის პაროდია რა ქვია სინიორ რობინზონში რომ გამოაღებს და სუნი რო ევასება ქარხნის ბოლები ესეთი ცხვირის ასფალტის ხალხი აი ხო რა ეგ გუდრონის სუნი რო ევასება რა ინდუსტრია და მე აი იმ დღეს ფერებზეც რო ვილაპარაკეთ გინდა ეს სიმწვანეში რო ზიხარ და ჩიტების ხმები ცოტა და რაღაცა ცოტა ისეთი ორთქლირულაძის ხო იცი ტბაზე და რაღაც გარიჟრაჟი. აი ამ ყველაფერი ჩემს გინდა დავიჭირო ეხა ის თევზი და გინდა არ დავიჭირო. ეხა რასაც ბიჭები მივდივარ და ხარჯავთ იმ სათევზაო და ამ სიამოვნებისთვის, რა ვიცი, იმდენ თევზს იყიდი რომ რავი, იგულა. რამდენი ხანი მოყვება თევზეობიდან გამოყოლილი აი ეგ მუღამი რა რომელიც ნუ ახლა ხო ფაქტია რომ რაღაცა პატარა გადატვირთვასავით არის რომ მიდიხარ და რამდენი აი ხო არა მე ვიცნობ ეხლა ჩემ მეგობარ ვიღაცებს მე არ მაქვს ტელეფონში ეხლა ჩემი დაჭერილი ტრაფეები ვიღაცები არიან რომ ესენი აქვთ იმიტომ რომ მე ვიღაცას აჩვენოს რა 1-2 სურათი მიგდიან რომელიც ბიჭებმა ჩამიგდეს რა ჩემს მაკაცება რომ რა დიდი რა ერთი 18 კილოიანი 15 კილოიანი ლოქო მყავს დაჭერილი შარშან დავიჭერეთ 8 კილოიანი ეგრეთ წოდებული საზანი კარპი არა იცი რა არის ხო არის მუღამი რა მაგრამ ეხლა უფრო კიდე სხვადასხვანაირი თევზაობები ეხლა პატარა თევზაობა მევასება და ტივტივათი მაგრამ ეს მუღამები მე მოყვება რა თქმა უნდა ეს ემოცია რა ჩემთვის განტვირთვა ვიღაცისთვის ეხლა აუ მოდი რა ეხლა მაგაზე ელოდე რატო უნდა ელოდო ვაფშე არა აქ მაგას მუღამი მე ერთადერთი სულ ლაპარაკობ შენი არ იყოს ვერ გამაჩერებ ერთადერთი ჩუმა წყნარად ვარ აი იქ და ვისვენებ მართლა ვისვენებ რა და ჩემთვის ფუსუსებ იქ რაღაცები იქ ნემსკავებით რაღაცები ჩემს იმაში ვარ ამპლუაში რა. კაი, საშუალოდ რამდენი ხანი ელოდები თევს? გააჩნია შეიძლება მთელი დღე ელოდო და არ მოვიდეს არა. ხო და ყველაზე სწრაფად რამდენი თევზი მას გიქნია რა დამიჭერია? ყველაზე სწრაფად. აი ხა ვიყავი ერთი 2 კვირის წინ ერთი 2 კილო შამაია დავიჭირე. 3 კვირის წინ. სადღაც 3 საათში რა. 3 საათში რამდენი? ერთი 2 კილო რა. მაგრამ პატარები ახლა ეგენი არის რაღაცა 40 გრამი. კაი, შენი საყვარელი თევზი რომელია? კამბალა საჭმელად. აი, ხაი კამბალა მევასება ძალიან მაგრად მევასება. ხო, აი როგიჟდება კალმახი და რაღაცა არის რა ზღვის თევზები. მაგრამ ისე თევზეული უფრო წვერა არის ძალიან მაგარი. ხო, თევზეული უფრო გევასება თუ ხორცი? ჯამ სიბერეში უკვე უფრო თევზეული და უფრო ლოხკათ რა, უფრო მჩატეთ. და ვიდრე აი მწვადი და რაღაცები. თუმცა თუმშია, ეხლა მოგაჭამ ფეხი. სასარგებლოც არის პრინციპში, მაგრამ ხო, ახლა სულ თევზიც არა, მაგრამ ხო და ესეც უნდა განვითარდეს ალბათ რა. არის ხო არის პოლონეთში სადღაც აი შვეიცარიაში, გერმანიაში არის განვითარებული მაგალითად სათევზაო თერაპია? არა, ტურიზმი რა, შეთავაზება. ხო, ჩვენ ხო გვაქვს ეხლა მაგისი რესურსი იდეა. მე თურქეთშიც ნამყოფი ვარ მაგალითად სანადიროთ რა, ადრე ერთი 25 წლის წინ. და შამქორძეც მithevzavia და ეს ნუ კი არ მიგვიწვიეს და რა ტურიზმი კი მაგრამ გადავედ დიქაური ახლობლები დააქვდნენ თოფები შეგვაიაღეს ღორზე ვინადირეთ აქეთკენ მაგრამ არის უნდა შეთავაზო რა სათევზავ არის აქ რა მრეწველობაც არის კახეთისკენ იქითკენ აქვს თავიანთი რაღაცა ესე თქვა დაცული ტერიტორიები სადაც უშვებენ და კარგია რა მოკლედ რაღაც რეგულაციები არსებობს ხო ფაქტია კი კაცო როგორ არ არსებობს მწერზე იმაზე ამაზე ეხლა ჩვენ ნადირობაზე თევზაობაზე გადავალთ ხო გადავალთ ამიტომ ისევ დაუბრუნდეთ მაგას და აი ერთ კითხვას დაგისვავ კიდე ნუ გასაგები რომ ყველა კუთხეს თავისი მოღამი აქვს მაგრამ საქართველოში რომ კუთხეში გისწორდება ხომ ყველაზე მეტად ჩასვლა რა ეხლა თავისი კერძით თავისი ბუნებით თავისი აი მაგ ყველაფრით
შიდა ტურიზმი რო ამოვწუროთ, მაგითო გეკითხები მაგ კითხვას. აი ხა დაპატიჟებული ვიყავი ადიგენში, ძალიან კარგი მეგობრებიც მაკაცები მყავს. იქ და იქ ნადირობდით ხოლმე. ადიგენში უმაგრეს რაჭველები არიან ძალიან ბევრი. ქაურა, მაგრამ ჩემნაირ დაბლები კი არა, დიდი მოდღლეზირე მოხეულები, მოკლედ ჩემი ტანის ხელა ხელები აქვს. მოკითხვა ყველას ადიგენელებს, ჭეჭლას ჭელას და რავი, ჩემს მაკაცებს მეგობრებს, დამირეკეს უნდა წავსულიყავ, ვერ მივდივარ და ზარზმელი მამაოები და ჯიგრები და საყვარელი ხალხი და იქ არის მაგალითად ესეთი მაგარი საჭმელი არის, რაჭული საჭმელი, როგორი ტიპია, იცი? ლორი არის მოხარშული და დაძენწილი და ქვემოთ არის კარტოფილი ესეთი აი რაღაც ხოდა ზემოდან ეს დაგლიდი და რაღაცა მოხარშული კარტოფილი ხო და ესეც ზემოდან რაღაცა პადლივკა და ტყლაშ აი ნუ რა იცი აი გელიკა დიდი მადლობა შმაგის დიდი მადლობა კარგი ყველას ბიჭებო აი მოხარშული იყო ლორი აი რიცხვანაირია იქ სხვანაირია აუ მოხარშული ლორი კარტოფილი და არა კახეთში და ძალიან მაგარი ახლა არა რა თქმა ახლა ყველგან მაგარი და ხაშლამა და აი ჩემი ძმაკაცების მეგობრებთან ვიყავ კაკუტაშვილებს დიდი მოკითხვა აურმა რავი ძალიან მაგარ ხალხთან ერთხელ ვიყავი სტუმრად ჩავედი მე იქ სიამოვნება მე თან არ არისო აი ეს რო დაძალე და რა გემრიელესი ღვინო ღვინო იყო აი რა ვიცი საჭმელი ვიღვინო ისეთ გემრიელი იყო რა კაი, რაც შეეხება, მოდი გადავიდეთ ახლა ცოტა სხვა ქვეყნებზეც მიმოვიხილოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს მაინც ისეთი პონტია რა, ჩვენია რა. და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სხვა ადამიანი, რომელიც აქ იმოგზაურებს, კიდევ უფრო სხვა ემოციით ყვებოდეს ახლა საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ სხვა არის, იმის ემოციები უფრო ფრეშია, უფრო პირველი. ჩვენ ახლა გარკვეულწილად შევეგუეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ახლაც ვიცით არ დაგვიკარგავს, იმიტომ რომ იცის რაღაცებმა შეგუება და რაღაცებს იღებ ისეთ თითქოს ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მაგარი რამეა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა მაგითი მართლა მაგარი გამოირჩევა ბუნებით, ძალიან მაგარია რა მოკლედ რა. არა მარტო ბუნებით, ეხლა просто უნდა მიუთითო. ბუნებით ერთ-ერთი არის, ერთ-ერთი კომპონენტია, რასაც ვიძახით ორი, დანარჩენი ფოლკლორი კიდე თუ. უცხოელის თვალით რო შეხედო, რას ლაპარაკობ, ტურები არის ისეთი, რომ რა ვიცი მე არ. ეს უნდა მიუთითო, ეხლა იმ რომივით არ არის, ეხლა რომ აი ეს შენობა რაღაცა, ის შენობა გოთიკურია, იმავე რენესანსია რაღაცებს რო ხედა. ჩვენთან უნდა მიუთითო, მაგრამ რომ პომპეუსის ხიდი აი აქ არის და ზაფხულში ჩანს, ნუ მიიყვანო. ღვინის ტურებია ძალიან. იქ რა, იქ გვაქვს მაგალითად რა ვიცი, ვარძია გვაქვს. უფლის ციხე გვაქვს, რომელიც ჩვენთან თამაშობს მე-4 საუკუნეა და როდის ქონდა ჩვენ ბოდიში და საპირფარეშო და კანალიზაცია და ესეთი საამაყო რაღაცეები მაგალითად, მაგრამ იქ უკვე რო ჩადიხარ უკვე შეიძლება აქედან ჩასულისთვის არის ეგ აი საოცრება რა. ბიჭო, ხო, ნუ იქ ჩავა გაუდის ნაღავი, იქ ტაჯ-მაჰალს ნაღავი. ის უცხოა რომელიც ეხა შენ რაღაც ჟურნალებში და კინოში ჩერდება ხო ეგეც ეგზოტიკაა რა. ანუ აი ხა მაგალითისთვის სხვა ქვეყნებში ტურიზმის კუთხით, აი რა გითხრე ხა, ესე მე რო წავსულიყავი სადმე კონკრეტულად ტურიზმის გამო, ეგრე არ ყოფილა. ანუ ხა პარიზში ვიყავი, გასაგებია რომ ლუში შევიდოდი და ნუ რაღაცა ეიფელი და ნუ სადაც პაპსა ადგილები სადაც უნდა მიხვიდე. მოკლედ ყველგან ამყოფი ვარ, მაგრამ ესე რო გითხრა რომ ეხლა რო ჩავდივარ იქ და აი ტურიზმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა. პირველ რიგში რატომაც ყვება რა თქმა უნდა მე ხო მონავარ საჭმლის და ამ ყვებაზე ეგ არის ტურიზმი რა ფაქტობრივად ეგეც ხო ოღონდ ტურიზმი ძალიან მთავარი ხო და აი არ დამოვისწრება საფრანგეთში პარიზში რო ვიყავით ერთ-ერთი იმაში ვიჯექით ძალიან მოწეულები ვიყავით რა და როქშია და მაგ დროს კიდე ორ მაგაცა სიამონოა და სამ მაგათ რა ეს საჭმელი და მოვიტანეს ეს ჩორიზოები და ფრანგული ყველი მე რაღაცა კრუასანს რაღაცა კიდე ერთი ის იყო რა ქვია დესერტი დამოვიწყდა მაგის სახელი რა და ძალიან გემრიელი და ნუ მოკლედ ნუ აი მოაქვს ისეთი გემრიელი იყო ნუ აი მარტო ის რომ პარიზში ხარ და სადღაც გესმის რაღაცა რომელიღაც ფრანგული მუსიკა იქიდან მითი რა აკორდეონი თუ რაღაცა იქიდან ვიღაცები მიდიან და ფრანგი გოგოები აპომ ათხოვლები და შენ რო გენწრევ ჩემი ცოლისთან როგორ გავს იცი მას რა ქვია ფრანგ შეხედავით ვიღაცებს ერთხელ რუსებმა ჩამოიარეს და ვთქვათ какие красивые люди эти француженки და ჩვენ რაც გამოერთ არაფერი აღარ გიტყვია ხო და ანუ ის არის რა რაღაცნაირი სიყმა მართლა ტყუილა არ არის მოკლედ სიყვარულის ქალაქს რო ეძახიან ეს რაღაცა ჩამოკიდული ბოქლომები ედით პიაფის ძეგლი და სახლი იქით და შენ გზიხარ და
ჭამ რაღაცა უგემრიელის ფრანგულ კაფეში რაღაცა კერძს ისეთი ნატალი გონია ჩაგივლის იქ და იქით გოგოები bon autre peu c'est le me peur rue je me peux ისე კითხავენ რომ უყურებ ეს არ ვიცი ხა რაზე გამახსენდა თაზე და ზღვაზე და მაგარია საფრანგეთი გახსოვს ძალიან ძველი ანეკდოტია მიხოროზის მატარებელში მიდის მიხორა ზის და ვიღაცა შემოვა აი ძალიან რესპექტაბელური რაღაცა სათვალეები ბოტანიკი ვიღაცა მორუსაპეტო ტიპი რა და დაუჯდება წინ რა მიხوارე აი ეგეთ ხეცი ბანჯგლიანის მაიკაცო ედვარდე ბანჯგლიანი ესე ზაფხულია რა დასასვენებლად მიდის რა სოჩაში მიდის დასასვენებლად ჩერნაშოპი აი ეს ბანჯგლები ეპოლეტები ვიდეს და ის დაუჯდება ეს ბოტანიკი და откуда вы будете ესე და ну а русულად ესმის მაგრამ თელავიდან ვარ თელავი რა ох Тель-Авив я знаю Тель-Авив а я Сочи ესე омნება და по сравнению Тель-Авив ესე омნება Сочи у нас Лас-Вегас და ეს უყურეთ წნეს არ ჭამ დედიშენის მოკალე ხო ძველი წნეს არ ჭამ დედიშენის აი ვის რა უყურეს რა ხო ნუ გასაგებია ეხლა მაგალითად ძიმა იყო ჩემი შვილი რომში ჩასული და ნუ ახო გაგიჟდა და გამოყლევდა რა მაგარია და რაღაცა და კვებაზე რაც შეეხება კვება უიაფესიაო რა აი კიდე ყავა იტალიაში ხო რომში პროდუქტები ძალიან იაფია ქეთუთა გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთში იყო რა და პირიქით ამბობს რომ მაგალითად ომლეტი კვერცხი არა ქათამიდებს უნდა გატეხოთ შეწვა ომლეტი ამათ ომლეტი ხო ღირს 30 евро 40 евро რა გააჩნია საჭამო არის ხა ადგილები 30 გერე 300 евро ღირდეს ლამპის ხო ნუ კვერცხია კაი რა 300 არა მაგრამ აი შენიდეთ მაგრამ გააჩნია არა ზოგადად აი რომელ ქვეყანაში თქვა მეტი სიაფეა თუ არა ცოტა რთული სათქმელი ევროპის ამბავში იმიტომ რომ აი მაგალითად გერმანია მაგისი კარგი მაგალითი მიუნხენში რო ჩახვიდი აბსოლუტურად სხვა ფასებია იმიტომ რომ ბავარია და ნუ ლანდებად ხო არიან ეგენი და იქ მაგ ფრანკფურტი თუ რა ქვია მას რა ქვია მიუნხენი და ასე შემდეგ ბავარიის ნაწილში არის აი ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე მაგალითად ბერლინში აბსოლუტურად სხვა ფასები არის უფრო ახალგაზრდული ქალაქია დონერ ქაბაბი თურქული დონერ ქაბაბი იქაც სხვა ფასი ხო რა თქმა უნდა იქ სხვა საარში ბევრად ძვირია რა ხო ამიტომ აი რაღაცა ქვეყნებში რა მაგალითად ახლა რო ჩახვალ ხო ვა იტყვი რომ რაღაც ანუ გერმანიაზე უფრო იაფია მთლად ვერ იტყვი იმიტომ რომ სადღაც იაფია სადღაც პირიქით სხვადასხვა რა გაუკვირდათ იცი ესე გავიგე რა გუდაურელი თბილისელი გუდაურელებისგან გავიგე რომ ესეთი ამბავი რომ ჩამოვიდნენ რაღაც შვეიცარიდან ჩამოდიან ავსტრიიდან ვიღაცეები იმიტომ ჰელისკი რაღაცებს რეალი უნდათ და გაუკვირდათ ის რომ ესეთი სიძვირე კვების მიმართ მოკლედ არ არისო არსათო რა ყველაფერი იაფიაო რა საათ კაცო ჩვენთან საქართველოში და კვებაო კაროში რატო არის ესეო ვერ ხვდებითო და ისა გაქირავება იმის ბაითი თორე თვითონ რაც მომსახურება ეს საბაგიროში მაბაგირო აი ეგ რო დააბალანსე საბაგირო და რაღაცები არ ვიცი მაგრამ ნუ ბავშვობაში მახსოვს ეხლა მაშინ მონო იყიდებოდა შესავსები 5 ლარიანი და 25 ლარად ყიდნენ ეხლა ეგეთი რამე შეიძლება აწერია 5 ლარი 5 ლ დიდი ასოთი 5-იანი და ლ აწერია და ეგ კი არა გაზეთი აი გაზეთი ხო რა ბაზარია ხო და ახალსოფლოში რა ჩემთან კახეთში სარვიელი რომ მიდოდა რომ ეყიდა ლარნახევრად ყიდულობდი შეჭმა 50 თეთრი აწერია გაზეთი გაზეთს რა გაზეთს აწერია თან 50 თეთრი ხო იცი რატო ქვია გაზეთს მე ცხოვრა დამჩეს რაღაცა რა ძველ რომში იყო პროკლამაცია ანუ გაზეთი ანუ გაზეთი არის ფულის ერთეული და ერთი გაზეთი ღირდა რა და დაერქვა გაზეთი და ერთი ღირდა აქ სამი მანეთი გაზეთი იყო ფულის ერთეული რომლითაც ყიდულობდი და ამ პროკლამაციას ნუ რაღაც სიახლეს გაზეთს ამიტომ დაერქვა გაზეთი და მაგიტომ არის გაზეთი და ერთი ღირდა რა და რომელი ფულის ერთეული რომში იყო ეს გასეტა ხო და გაზეთი რა გაზეტა ხო და გაზეტა დელა სპორტ ხო და ლელო ღირდა რაღაცა 7 ლარი თუ რაღაც გაზეტა დელა ნაპოლი მოკლედ მე სადაც ვარ ჩასული საოცარი საჭმელები იყო კი ბატონო მილანშიც რო ვიყავი მაშინ აი ხა ბოდიში უნდა გაშეკეთო სად წახვიდოდი საზღვარგარეთ თბილისის საქართველოს ხო ვთქვით თბილისიდან მიდიხარ საქართველოს ეხლა თბილისიდან სად გაფრინდებოდი ან რა ვიცი დღეს ვეკითხებოდი ზუსტად მაგას შემოსულს რომ მეთქიანია ისაც წახვიდოდი და რაღაც ქვეყნები ჩამოთვალა და ძირითადად დაემთხო ჩვენი ქვეყნები რა მოკლედ ერთი რომ აი წავიდოდი ამერიკაში, სამგზავროდ ვიძახი ოღონდ ეს. საცხოვრებლად და ხო, ნიუ-იორკში, მაგრამ მე წავიდოდი უფრო სხვა ამერიკაში. წავიდოდი უფრო აი სამხრეთისკენ რა, უფრო აი ტენესი, ტეხასი, რაღაცა იქ წემსებში, კაუბოებში. ხო, რა, კაუბოებში, აი მანდ
ჩავიდოდი კარგი ბარბიქიუ ბუნება საოცრება ცხენები რანჩოები ამინდის რანჩოები and you know on go when I in the end of that road and then after you killing a motherfucker like this okay thank you გახო and you know cigarette was a Marlboro იქ ხოხდები ბატონო ეს როდეოზე წადი რაღაც ანუ ნამდვილ ძველ ამერიკას ნახავდი რა და მაგასთან ერთად თქვა ცოტა ისეთ უბნებშიც თუ გექნება სახლი რომელიც აი ითი რო იყო ფილმი ხო იცი აი ეგეთი პონტი თუ იქნება ეს დიდი მაისურებიანი ბიჭები რო დადიან და ჰაი სკულის მანქანები ყვითელი ეგეთ ადგილშიც ვიქნებოდი მაგრამ გარდა ამისა კიდე მე ხა ძალიან აი საწავიდოდი გითხრა ხა უბრალოდ უსაფრთხო არ არის პაკისტანზე ხა იქ რო ჩახვი და აგაფეთქები მაგათი საჭმელები მაგათ გასაგებია რომ ეს უბრალოდ 2 კვირით ეს ხა ეგზოტიკის პონჩი თორე კაბულში მეზინფორტე უნდა წაიღო 1 კილოში ჩავიდოდი ვიქნებოდი შევხვდებოდი ამჯად საბრი ვეტყოდი მარტე მარე ჯანი პუტი რაღაცა მარტე რაღაცა და ილო მარე მასუფები კარნე და ნუსრათ ფათე ხალი ხანი იქნებოდა და მაშალა მაშალა არა სანახავი არის ბა კიდე მან წავიდოდი ინდოეთში წავიდოდი ყველაფერში იმიტომ რომ არ ვარ ნამყოფი ინდოეთში და რამდენი ნემსი უნდა დაიჭორო რაღაცეები არ შეგე რაღაცა არ გიკბინოს რა აი მეშინი მაგრამ ერთ რამეს გეტყვის მაო რა აი ქვეყნებში წასვლას რაც შეეხება ჩვენ ვიყავით წასული გურიაში ლელო როცა იყო რა ხო და მან ვიყავით ლანჩხუთთან ძალიან ახლო არის ორი სოფელი ზემო და ქვემო დამავიწყდა სახელი და მან ვარ ზემოში ვართ რა რომელმაც მოიგო მერე ლელო მაგ სოფელმა და короче იქავართ რაღაცნაირად და უკანა გზაზე რომ მოდიოდით შეხვდა მანქანაში რო ვიჩექით აი წვიმა მოდიოდა რაღაც ცისარტყელა იყო ძალიან რაღაცნაირი ისეთი ამინდი იყო და უცებ გაიჩნდა პატარა სახლი ავტობუსები რო არის რა და ოღონ პატარა რა ანუ აი ესეთი დიდი და რაღაც ხა ძვირიღის და YouTube-ზე უყურებ ხოლმე ისეთი სახლი ავტობუსებია რომ ნუ აი რა დენირო რო დადის იმაო რა მაგარია სართულიანი ზემოთ იქ რაღაცა მზის ენერგიიდან იქ შუქი გაქის გაკ აი ისეთი იცხოვრო ბაზარი ტუალეტები ხო ანუ პროს სამოგზაუროდ კი რა ისე იცხოვრო ორი საძინები საოცრება გვერდებზე რომ გამოსდის ესე და ტრანსფორმერია ტიპი თუ რაღაცა და ნუ აი რაღაც საოცრება და მილიონი ღირს თუ რაღაც ეგეთი და ხა მაგაზე არ ვიძახი მე ვიძახი აი ორი ხალი ისე რომ ქვია ცოლქმარნი იყვნენ ეს კაციც რაღაც კიკინით ეს ხალიც არანაირი რაღაცა იქ ისეთი ნატურალური ძალიან ისეთი ჭაღარათმებიანი ხალი იყო შავი და ჭაღარა შერეული და ძალიან აი ისეთი რა რაღაცა ძალიან საყვარელი ლამაზი ცოტა თხლად ჰიპური ის დაყვებოდათ ენერგეტიკა მაგრამ არა ისე რომ აი გადაჭედილი და მითხარი ეგ მე მგონი მოყოლილი და კონდათ ისა რა ტელეფონით გადავუღე მე იმას რომ ჰოლოგრამა თუ რაც არის რომ და სად უმოგზაურია ხო რა რაც ქვია მაგას დამავიწყდა კაცო რა ქვია იმას და travel რაღაცა ხო და ანუ შევედი რა და ნუ კონდათ თავიანთი რუქა მოცემული მთელ სოფლიოში როგორი მოგზაურეს აი ნეპალიდან დაწყებული დამთავრებული რავი საქართველოს და ყველგან რა მოკლედ ნამყოფები არიან აი ყველაზე ჩემი საოცნებო მოგზაურობა არის რომ მე და ჩემ ოჯახს გქონდეს ჩვენი სახლი ავტობუსი და ამ სახლი ავტობუსით ვიმოგზაურო მე მგონი ძალიან ძვირი სიამოვნებაა ძალიან ძვირი სხვათა შორის ქართველებმა გააკეთეს იცი ეგ ხო და არის მე ქობულეთში ზუსტად შევამჩნიე მარჯვენა რო შედიხარ ჩოლობზე მარცხენა მხარეს რაც კემპინგი რაღაცა ტერიტორია შევამჩნიე რა ხო და ეს არის რა იცი სადღაც კიდე არის ალბათ ეს ავტობუსი მანქანები თუ რაღაც სახლი მანქანები რა ხო ნუ ეს სახლი მანქანები მე რა შემოვიდა სახლი მანქანებს ხო მე და ჯერი ვეძახით ხოლმე ხა რაღაცა ქვია ალბათ სხვა ალბათ და არ ვიცი მაგრამ საქართველოში გააკეთეს ეგ ხა რატო ამბობ ამას იმიტომ რომ იუთუბერობა დაიწყო გიორგი ჯობავა და მისი მეუღლე ძალიან საყვარელი ცოლქმარი არის ძალიან ენერგიულები კაი ტიპები და გააკეთა ეხა 25 წუთიანი არის დაახლოებით ვიდეო რომელიც გააკეთა გიორგი ჯობავამ და იყო თავიდან ბოლომდე იმაზე როგორ იმოგზაურეს ამ სახლი ავტობუსით და ნუ თავის მეგობრებთან ერთად ისინი წყვილი არიან მგონი იმოგზაურეს აი საოცარი კადრებია ძალიან კარგად აქ ამ გიორგი ჯობავას გაკეთებული ეს ხმის გადადება და მონტაჟი და განათება როგორიდან ლაპარაკობს და რო ყვება ამ ისტორიას და იქ რაღაცა დრამატურგიაც აქვს დადგეს რაღაცები თლიანობაში მოკლედ აი ძალიან მაგარია რომ ჩვენამდე და ძალიან ბევრი ნახვებიც აქვს სხვათა შორის და ეხა full time იუთუბერო დავიწყეო და აქედან ვისარგებლებ და წარმატებას უსურვებ გიორგის და მის ოჯახს იმიტომ რომ აი საოცარი მაგრამ გაასწორა კარგი ის არის წამოწყებაა რა კი და ანუ აი ერთი ეგ ოჯახი ვიცი რომელმაც სხვათა შორის ანუ სულ რაღაცა სოციალური ქსელებით ამ ჯობავას ყავდა საქმის კურსში როგორ აკეთებდა ამ სახლი მანქანას რა სახლი ავტობუსს თუ რაც ქვია ხო და მოელაპარაკა ერთ-ერთ ადამიანს ეს დიდი მარშრუტკები რო არის ხო იცი აი დიდი რაღაცა აი ხო აი ერთი რაღაცი
ეგ არის გადაკეთებული ისე კოხტად არის და ისე ლამაზად არის გაკეთებული. და ყველაფერი აქვს წყალი, გაზი, რაღაცები. ყველაფერიც მაგრამ კომუნალურები თავისი. კი, 4 ადამიანმა იმოგზაურა, აი ძალიან მაგრად, რავი, აი რო შეხედავდი მოგინდებოდა იყოფნა. აი ეგეთი ხო ასწორებს. მაგრამ ჩვენთანაც არის რაღაც ეგ. იცი რა უნდა იყოს? როგორც აი საზღვარგარეთ არის კემპინგის ადგილები, სადაც შენ დენს დატენი, წყალს გამოცვლი, დაცლი საპირფარეშოს თუ რაღაცა აი ეს მომსახურება რა ხო არის საზღვარგარეთ არის. მინახავს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხო ტურიზმზე თუ ლაპარაკობთ, ეგ არის როგორი რაღაცები, აი როგორც ადამიანს აქვს ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, აი ზუსტად იგივე ჰიგიენური ნორმები. ჰიგიენური არა, მაგრამ აი ერთ შენ ახლა ეგ არ თქვი რომ ანუ ტუალეტში რო შემოვიდე თუ რა თქვი? ხო, ეგ თქვი. ხო, აი ეხა კიდე უნდა გავიმეორო ამ გადაცემაში რა, მეთოდ რიგით მე-12 გადაცემაში. გთხოვთ, აი ხა იმ დღეს მინდოდა ეგრეთ წოდები ლონკის მოხსნა რომ წავსულიყავი სადღაც და ნუ ცუდი ამინდი იყო ყველგან დმანიში, ბოლნიში, მარნეულში, ზევით სიონზე, სადაც მინდოდა რომ მეთევზავა და ეს კი წავიდა თბილისის ზღვა. თბილისის ზღვაზე მივედი და ისევ ხელთათმანები უნდა ჩაიცვა, ვიღაც ნაგავი დავწვი. რატო? აი თბილისის წყალსაცავი, თბილისის ზღვა, სადიდანაც კაი დაანებეთ ევზაობას თავი, იმ წყალს სვავთ, თო? და რატო ყრით ამ ნაგავს ვერ ხვდები რა? აბსოლუტურად აი კვერცხის ნაჭუჭი დააგდე, ნუ ცარცია, რაღაცა კალცია, ჯანდაბად, პამიდორიც კაი და ეს თელოფნები, პარკები, კონსერვის ქილები, რაღაცა პეტის ბოთლები, რამ დაგამძიმა? ეს მძიმე ხო მიაქ, ეხლა ლიტრანახევარით მიაქ, რა ვიცი, რასასმენი რეკლამა არ გავიდა. იმ ლიტრანახევარს მუცელში ისხავს და ამ ცარიელს აგდებ და თუ ეს წაიღე, ის წამოიღე რა შეკაიკაცო და მე აუ ისა რაღაცებს წერენ რომ აკაჭი გაცეცხლდა თუ რაღა რა შუაშია ეგტო აი და ჩვენ ახლა კემპინგზე და ის დავარცხე ლაკ გადასხმულ შვეიცარიას და რაღაცებზე ბაზრობთ და აქ ისა გვაქვს რა ძღნერი რა ხო არა ეს საიდანაც ვსვავთ იმ წყალს ცვეთში ვსვავთ თუ არ იცი ვინმე და მთელ თბილისმა გაიგო რომ ვსვავთ და ნუ ყრი რა после меня хоть потоп ტიპები რო არის რაღაცებს ყრია დადო დაამონტაჟებე დადო გეულები რა დაამონტაჟებე ამოჭრიან რა დაამონტაჟებე ჩემი ილოანი ჩემი ილონა და არავის არ მოჭრიანი და ის მე არა ის ყველაფერზე ატყდა ხო ის როგორ კაცო შენ არის თამაშე იესო ქრისტეს როლი თუ რაღაცა არა მე ანტიბოზივერიელი არა ანტიბოზივერიელი არა და ითამაშა ნოდარ გალობლიშვილი მაგ ფილმში უნდა მეთამაშა მეტაში ხო იმიტომ ფრესკა რო იყავი მაშინ არა 12 წლის ვიყავი თუ 11 წლის ვიყავი და კასტინგ არა უფრო პატარა ვიყავი თო ალბათ 7 წლის ესე 6 8 ხო რა ჩამოხვედი რა მნიშვნელობა პატარა არა ეგეთი პატარა ჩამოხვედი 8-9 წლის მე მგონი დედაჩემს უნდა იყო ორსულად რო იყა არა რატო იცი იმიტომ რომ კასტინგი ვითქონდა რა მოკლედ წამიყვანა მამიდაჩემა რომელმაც გადაიღო ეს სიყვარული ყველას უნდა სცენარისტი ლეილა პეროშვილი და ციცი პეროშვილს ეძახდნენ და წამიყვანა კინოსტუდიაში დიღომში რა აი მაშინ ვიყავი პირველად კინოსტუდიაში და იქ ლევან უჩანაიშვილი ლორდ კიფანიძე რა ქვია იმას ხო კავსაძე და რა ყველა მანდიყვნენ რა ბერიკა ყველა და მე მახსოვს რომ ვიყავი ძალიან პატარა და ვაკეთებდი შევარდნაძის პაროდიას რომ ახლა გადავედით ისე და წავედით და ასე ახლა კიდე არა მაგრამ ნიჭიერი ბავშვია და პატარა რო ვარ და ასე ვლაპარაკო პატარა ბავშვი 10 წლის თქვენს იმათ რომ შემოგევლეო თუ რაღაცა და მოკლედ ეს ლევან უჩანაიშვილი მეუბნება მოდი ჩემთან და მე რაღაც ავახტი და ჩავეხუტე თუ რაღაცა და მე მახსოვს რომ რაღაცა ფრაზები მათქვევინეს ორი ფილმის კასტინგი იყო რა ფაქტიურად რა ერთი იყო თბილისი ჩემი ქალაქი და ეგეც გადაიღეს ოღონდ გადაიღეს ძალიან მერე და მეორე რაც იყო ანტიმოზ ივერიელს უნდა მეთამაშა ტანსაცმელით ჩამაცვეს ძველებური რაღაცა ლამის კომბალივით დამაჭერინეს და ნუ რაღაც ფოტოები გადამიღეს მაგრამ მე ისეთი დრო იყო ხა მაშინ ხო გახსოვს ანუ შევარდნაძის დრო სარი იყო და ანუ შევარდნაძის დრო იყო ხო და ნუ მოკლედ ეს უშუქო რა თქმა უნდა ფინანსური რაღაცები გადაიდო მე გავიზარდე მე და მე მახსოვს რომ კინოთეატრებში რუსთაველზე გადიოდა ანტიმოზ ივერიელი აი მაგ ანტიმოზ ივერიელზე უბნება ხო შენ ხო და არა მე არ თამარ როგორ კაცო არა მე მევასება ქართული ფილმი ფერადი რო იყო და ყველა ფილმი რო იასამნისფერი რო და ხაკის ფერადი რო სპირალი შეცემა ო სპირალი პიზდეცია
გადავედი ტურიზმიდან ახლა იმაზე რა ქვია ეგეც მოგზაურობთ მაგაც რა აქტიურად ფილმებში მოგზაურობთ რა რატო რა მე მახსოვს რომ გინდა ტურიზმის მონჩი აი ახალ აფონში ბავშვობაში მოვესწარი მაგალითად აფხაზეთში იყო ღია კინოთეატრი მე კიკეთში იყო ღია წყნეთში იყო მე მინდა რომ გავაკეთო მაგალითად აღვადგინო ღია კინოთეატრი წყნეთში და ამის პროექტს ცოტა ხანში მოვიფიქრებ როგორ უნდა მოვიფიქრე და YouTube-ზე ვინც გამომყვებით და დამაფინანსებთ და დაფინანსდება ეს პროექტი მე რავი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება ვაკის გამგეობა ჩაერთვება თვითონ წყნეთელები ჩაერთვებიან ტურიზმი აი ძალიან თქო მე ავიტაცოთ ეს და გავაკეთოთ ღია კინოთეატრი ძალიან მაგარი იდეაა ეს რა და მე ვაპირებ ამის გაკეთებას რა თან აი ეს პერიოდი გახსოვს რაღაცა ღია კინოთეატრთან ასოციაციაც მაქვს ყოველთვის არის რომ ამერიკაში რომ ამ იმებზე რო არიან ძველებურ კაბრიოლეტებზე და რაღაცებზე ძალიან მაგარი იყო მზესუნზი რა ეს პლედი აქეთკენ ისა რა ქვია ფანარი და შენი სკამით მიდიოდი ან ნარები იყო ეს აი ამბასადორში სხვათა შორის ნუ ეხა მან ეხა ბალახზე ვამბობ რა ანუ კახეთში რა გაჭრდის ამბასადორში ეგეთი აბა ნავაროჩენი კი არ არის საჭირო მოგონა ეს შენ არა თუ არა რაღაც ჩემპიონატი რო იყო მანდ ვიყავი ჩასული და საღამოსკენ გამოვაქვთ ხოლმე პროექტორი და პუფები და ეს ადიალა და რაღაც კოქტეილი თუ რავი რაც არის მაგრამ ეგეთი რამე რო ქალაქშიც იყოს იქნება ძალიან მაგარი იმიტომ რომ რა ვიცი მე მანქანებით რო უყურებდნენ რაღაცა და სხვათა შორის ჩემი ერთი მეგობარი აპირებდა ხო მაგის რაღაც ეგეთის გაკეთებას მახსოვს და მაშინ ერთ-ერთი საბურგერეს ფლობელებს თუ ვიღაცას შეხვდა და მე არაფერ შუაში არ ვიყავი ოღონდ მაგ პროექტთან რა უბრალოდ მივედი და რაღაც დამირეკა რომ მოდი აქ მოდიო ბარემ შეხვედრა რა მაქვს და რო დავჯექი თან ვახოდო რაღაცა სუფრა იყო გაშლილი მოდიო კაცო ხო მივედი და ვიჯექი და იმაში მახსოვს რომ რაღაცა კინოთეატრზე ბაზარი იყო და არ მაგარი იცი რა მე ის კი არ ვიდა კინოთეატრი და რაღაცა და სარფიანი საქმე და ოღონდ პროექტი მე მინდა რომ უბრალოდ აღდგეს აი ის ურთიერთობა ის რაც იყო და ძველი ტრადიცია რა რომ გამე წასვლა და საღამო ხანს და იქ იყო ჟივიხევილი და სმატრელკები რაღაცები ტანსაცმლის გამოცვლები პლანჭიაობა და რაღაც კარგი იყო რა ჩემი ბავშვობა იყო აი შენი ბავშვობა რა ხან ახსენე ჩემ ბავშვობიდან გეტყვი ეპიზოდს კახეთში რა როცა ვიყავი მე ხო გითხარი რომ იქ სწავლობდი ხა რა 2 კლასი მაქვს თუ 3 კლასი მაქვს დამთავრებული კახეთში და იქ რო ვიყავი მაგ დროს მახსოვს უშუქობის პერიოდი აი რა პერიოდი იცი აი პურიც კი რო არ არის და კახეთში აი პურის პერიოდში როგორი რამე იყო იცი თან როგორი თონეები იყო ხა მაგრამ ვერაკეთებდნენ რა უბრალოდ მაშინ მამაჩემი აგზავნიდა თბილისიდან აი პურებს ერთ ბაშად ერთ 40 პურს გამოგზავნიდა მე რა თქმა უნდა რომ ხა სხვა პურები ხმებოდა და რო ხმებოდა მე 4 თხზე ვაკეთებდით ამას და კიდე ჰუმანიტარული დახმარების პერიოდი იყო დაქის ისინი რო იყო მაგის ცხიმს უსვავდით კონს რა ხორცს ალკე და ამას ხო და მოკლედ მაგ პერიოდში მახსოვს რომ აი ნუ კინო რო გვინდოდა ჩამოქონდათ ან ჩამოტარებაზე იყო კინო რა ჯერ სხვა სოფლებში იყო და მე ჩვენთან მოდიდა ყველა რაღაცა ადგილს და რაღაც მუნიციპალიტეტს თუ რაღაცას თავისი ესის და მახსოვს რომ აი იქ ვიყავით რა ქვია კინოთეატრის დარბაზი იყო ნახევრად ჩამონგრეული რაღაცა და აი დავიჯო სად არის ახლა აბა 1 ოქტომბერში მაუტანიათ კაცო იქ უყურებენ გადაურეკე ერთი თემურა სად არის აბა ფილმი თავდება ერთი დაურეკავდნენ რა ხდება ბიჭო თავდება ფილმი აი ახლა იქ არის რა ზიტა რო ეუბნება რომ აიო ჩემი და რო არისო თუ რაღაც ო მალე რჩება მე ჭიკანში მიიტანა აი და ბიჭო ჭიკანში მიიტანეს ახლა მოდი ჭიკანშია აი ესე გადაურეკე აბა ერთი კიდე გენოსა აბა და აი ესე და მე ბოლოს აქ ჩამოდიოდა ხოლმე და გავა ბავშვები და ჭყლეტვა და წავიდა. კიდე რა მეკვირს იცი კინოც ხო რაღაცა ის არის ხო? რა. ნუ აი დანიშნულების ადგილი ერთ-ერთი შემადგენელი ადგილი რაღაც გინდა ტურიზმი, მაგრამ ხო არ კიდე მუზეუმები. აი დღესდღეობით ვინმე დადის მუზეუმში. მე ჩვენ არა. არ გვაქვს ეს პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ ქართველი ესე ან დაყავთ აი გიდებს პროცენტულად ძალიან ცოტა მარტო ხუროთ მოძღვრ ძეგლებზე რო დაყავთ და რაღაცა და რო უსწრიან შენ შიდა ტურიზმს გულისხმობ თუ მუზეუმებში აქ თბილისში მაგალითად მე თუ შეივლის ხო ეგრე ხა ტურებში მაგალითად მე მგონია რომ ქართველებიც კი და მე სიამონებით გავაკეთებდი მაგას ღვინის ტურში მივიღებდი მონაწილეობას აი სიამონები ღვინის ტური ეს ხო და ხა მე რამდენად ხსენე ამბასადორს მაგრამ მართლა არის ღვინის ტური იქაც საკმაოდ საინტერესო არის იმიტომ რომ მარანში ნამყოფი ვარ და ანუ რაღაცნაირად მანდაც საკაიფოა და არის კიდე ადგილები და მიუხედავად იმისა რომ ქართველი ხარ თავისუფლად შეგიძლია რომ ადგე და რაღაცნაირად შენს ღვინის ტური კონდეს ისეთი კარგი ღვინის ტურები არის ერთხელ მომიწია სადღაც წამყვანად ყოფნა და ნუ აი მარანში მოკლედ რაღაცა საოცრება და კიდე იცი სად არის ბიჭო საოცრება კიკეთშია მე მგონი
ის რო არის რა, იპოდრომივით კი არ არის იპოდრომი, კაფეებიც რო არის ბევრი იპოდრომივითაც რო ცხენები არიან იქით და აი ძალიან მაგარი ადგილია, დამაუწყდა რა ქვია მაგ კაფეს, მაგრამ კიკეთში როა ნამდვილად მახსოვს და იქაც არის ღვინის მარნები და იქ შესული ვიყავით და დეგუსტაცია გავაკეთეთ და ეგეც ძალიან მაგარია. არა, ეგეც ერთ-ერთი ქართული ტრადიციის ის არის, ჩვენება, ასე ვთქვათ, მაგრამ მე მგონი აი ხალხთა მეგობრობის მუზეუმი იყო, კიდე რაღაც ხელოვნების მუზეუმი, რაღაც ეხლა დადიან, არ ვიცი, ეხლა ბავშვობაში მე დავდიოდი და მევასებოდა და რაღაც ოქროს ფონდშიც ნაყოფი რა რამოდენიმეჯერ და ჩემ პატარაობაში რა. ნუ სტუდენტობის პერიოდშიც კი, იმიტომ რომ ხატავდით იქ რაღაც ასლებს და ამიტომ დავდიოდი. უფრო ხშირად მიტომიწოდა და ხედავდი ვიღაც პოლონელები, შვედები, ვიღაცები ჩამოდიოდნენ და რაღაცებს უხსნიდნენ ვიღაც გიდები და ეხა თუ არის კიდე ეგ ტენდენცია რამდენად არის არ ვიცი და ეხა ტურიზმს რო რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს უფრო ალბათ იმიტომ რომ რაღაცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო იკლო მე მგონი რაღაცა ნაწილმა ტურისტების და რაღაცა ეგ თემა უფრო არის მაგრამ ზოგადად ანუ გიდების პონტი არის ჩვენთან არის რაღაცა ტურისტული სააგენტოების და ანუ მოკლედ აქ რო ჩამოდიან ხოლმე ძირითადად ხო რაღაცნაირად ისე მეც და ყველა სეგმენტური პონტია რა აი მაგალითად მე როგორც ვიცი აზიიდან ჩამოსული ადამიანები აი უფრო აი ჩინეთიდან უფრო სწორად ყველაზე მეტად ჩინეთს ევასება აი შოპინგ ტრეվել შოპინგი რა ანუ ფაქტიურად უყვართ რომ სუიარონ მოლებში მაღაზიებში იყიდონ რაღაც უფრო აქტივები არიან ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩამოსული ადამიანები ძირითადად თურმე სულ ბუნებაში გადიან საქართველოზე ხო გააჩნია თვითონ სეგმენტური ამბავია რა კი ბატონო გეთანხმები იმიტომ რომ მე რო ახლა მაგალითად ჰოლანდიაში ვიყავი მაგალითად ნუ მადამ ტუსო რაღაცა ვან გოგის კი ბატონო ეხლა მაგალითად ან მოსკოვში სპეციალურად ჩავედი პიკასოს გამოფენაზე მაგპონჩი ჩავედი მე მოსკოვზე და რა გულაობაზე არა იმენა პიკასოზე ჩავედი იმიტომ რომ მე ვასება პიკას და ეხლა არ დავკარგავ დროს მაგალითად რაღაც ნებისმიერ ქვეყანაში რაღაცა მუზეუმის გამო იმიტომ რომ მირჩევნე იქაული ცხოვრება და აი რუტინული რაც არის რა ყოველდღიური ის გავიარო და კстати რა გამახსენდა იცი ერთი ტიპი იყო ამერიკელი ჩამოსული მე ისე კარგად არ ვიცი მესმის რაღაც დონეზე ინგლისური ნუ გერმანულ სწავლობდი და ამიტომ და ჩემ მეგობარი აი გოგიტა მეცხოვიშვილი ელაპარაკებოდა რაღაცა გადმოვახედეთ ჯვარზე ხო არის ეს ტრადიცია რომ სვეტიცხოველში მიიყვანო ჯვარზე და ჯვრიდან გადმოიხედა და ეს ორი არაგვი რომ მოდის და ამას გადახეთა მცხეთას და ესეთ გადა ჩუმად დგას რა და მოტრიალდა ეს გეუბნები 1-20 წლის წინანდელი ამბავია რა და მეთქი რა გითხე გოგიტა ესე აკეთებს რა გიცოთ და რა გიკვირთო რა ის ამერიკელებო რა რუსებისო რა გიკვირთო რა და ცოტა ის პოლიტიკურ რაღაცა მე არ მithქვია მან თქვა რა გიკვირთო ერთი რუსების პონჩიო ერთი შანსიც რომ მქონდეს ეს სილამაზე ჩემი გახდესო იმ შანს ხელიდან არ დავიპყრობდიო რა ასე ხარ რა თქვა ხო ნუ ანუ როგორ მოიხიბლა ერთი არც მუზეუმი უნდა იმას და კომპლიმენტია რა მტკივნეული კომპლიმენტი გუთხრა რა და ამას გამაში ხوارა ხტები ანუ ჩვენ მართლა ქვეყანა მუზეუმი ყველაზე ფიშკა ქვეყანა ვართ რა მე ესე ვფიქრობ იმიტომ არა რომ ქართული ვარ და მიყვარს რა ვიზები ჩემ ქვეყანაზე მაგრამ ვაფრენ რა და არცაც წამსვლელი არა ვარ რა და აქ მევასება და აქ უნდა აქ დავიბადე აქ უნდა მოვკვდე შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს მაგრამ ეს მევასება იმიტომ რომ რაღაც ქვეყნებში ვიცხოვრე რაღაცა გავია რაღაცა ვნახე მაგრამ ეს ურთიერთობა ეხა აქაული ძმაკაცები მევასება იქ აი რა უნდა გავაკეთო რა საზღვარგარეთ ყავს ვიღაცეები ძმაკაცები ნაცნობად შენასახში ისედაც ჯერ ვის რა ჩემყლეთ უნდივარ 21-22 წლის ტიპი რო იყო შეიძლება სხვა პონჩი წასულიყავი თქვა და სასწავლებლად მიდიხარ სანახავად მიდიხარ რომ მოიარო ქვეყანა და დაბრუნდე მაგრამ ეხა შენასახში უფრო ხო ალბათ რასაც შენ ამოფხომე რომ ძაღლი ყავს რაღაცა ცალკე სახლი გაქვს სადღაც თქვა კალაგარეთ ქუჩაზე პრივატ გამარ როგორ ახარ რაღაცა იქ მიხვალ და არ მინდა იქ არავინ არ ხო მან ხო უფრო როგორი თემა იცი ნახე ჯერეს მე მაგალითად მიფიქრია რა ვიცხოვრებდი თუ არა მე ალბათ შევძლებდი იმიტომ რომ ოღონდ იმას კი არ გულისხმობ რომ რა ქვია აი წავედი და რაღაცა დოდო აბაშიძესავით იქიდან ბავშვს ქართული რაღაც ლექსები ვასწავლო და ეხა მთლად ეგრე არ ვამბობ რა მაგრამ აი რაღაცა წლები მაგალითად 1-5 წელი შეიძლება ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში სიამოვნებით რა თან ეგ გარკვეულწილად ის კი არ არის რომ აი აქედან კარგად აქეთ ხარ ჩვეულებრივად ადეკი წახვედი შეიძლება გარკვეულწილად რაღაცა მოცემულობების გამო მოგიწიოს წასვლა აი მაგამ ბავში უფრო თუ განვიხილავ მე როცა განვიხილია და არა ის რომ აუ აქ მუშაობა რა ბევრი რამეა და აქ ცხოვრება თუ რაღაცა არაკას რატო ეგრე მაგრამ თუ აი მოგიწიას თემა რა როგორც მოუწია ძალიან ბევრ ადამიანს ვინც ახლა არის წასული რა ხო და აი ეგ მაგრამ რა თქმა უნდა სასურველია რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აქ
ანუ აქ ხდებოდეს ახლა წარმოიდგინე ყველა ის ტიპი რომელიც საზღვარგარეთ არის წარმატებული ქართველი ხა რომ უცებ რო დააბრუნო აქ ისე ხო არ ვეთანხმებოდი არასოდეს დაგანცხრომით სხვა განყურებს მიჩემნი აღსიკვდილის დედაც მოტყან არ მევასება ეხლა თუ განცხრომით ვარ კარგად ვარ და მოვკვდე რა თმინდა ხო მაგრამ ეს ისე ცოტა სარკაზმით ვამბობ თორე პირდაპირ გაგებით ხო პირდაპირ გაგებით თორე ისე ხო პოეზია გასაგებია ყველაფერი მაგრამ თუ კარგად ხარ შეჭება რატო უნდა მოვკვდე ხო ნუ გადატანა მნიშვნელობა შინაარსი გასაგებია ხო ხტები რაზეც მაგრამ ბევრი ვერი кайფობს ეხლა ალბათ მაგრამ ანუ აი მე მაგალითად კიდე აი გარეთ წასვლაზე თუ არის აი უფრო ტალღების მომენტიც არის რა აი შეიძლება უცებ ძალიან ეგზოტიკურ ტალღაზე იყო და უცებ მოგინდეს სადღაც აი ფილმი ნახო ბრუქსში ცილო თამაშობს არა და უცებ იქ მოგინდეს აკლემებზე და ხო ხტები სიცხეში ხა რატომაც არა ეგვიპტეში არ ვარ სხვათა შორის ნამყოფი შენამყოფი ხო ეხლა რაღა აზრი აქვს თურმე აღარ უშვებენ თვითონ პირამიდაში მთელი ეგვიპტე ქვიშაა და შუშაა და პირამიდებზე რაღაცა აღარ უშვებენ ხო აი რაღაცა ალბათ ნახშირო ზანგილოს უნთქავ რაღაცა მიზეზი არის იქაური ხო რაღაც ცოტა ენძრევაო ნუ რაღაცა აღარ შეიძლება შესვლა. ესე გავიგე. თუმცა ნუ ეს სუმიტაცები და მე მისტიური რაღაცები და ბავშვები. არა, აი მან და ვარ ნამყოფი, აი სიამონები თავახსენე და ანუ ნეპალშიც წავიდოდი, მაგრამ არ ვარ ნამყოფი. ხო, მაგრამ რას შეჭამი იქ, რას? გაგიხმება კუჭი. შეჭამ რა, ეხა რავი, როგორც ხვები ჭამე როცა და გაგიჟდები, მაინც გული. ბიჭო, აი მაინც ის გაქ რა. ხო და მაგიტომ ამბობ, რომ ანუ სანამ არ ჩახვალ მანამდე ყოველთვის გეკნება იმისი განცდა რომ გინდა რომ სადღაც წახვიდე რაღაც დაიპყრო რაღაცა ნახო რაღაცა იქ გახსოვს ის რეკლამა რო იყო ქართული რეკლამა რო გადაიღეს რაღაცა ტიპი რომ მოდი დედა ქუჩაში რაღაცა ვჭამე და ცუდად ვარ დამალევინე რაღაცა წამალს იხო კუჭის ანუ რა ხტები რა მოჯვა რა ტიპმა რეკლამაში ანუ საქართველოში რაღაცა ქუჩაში რო ჭამო დედა გაქვს მოტყრული всё მორჩა რა რეკლამა იყო ეს რაღაც წამლის რეკლამა გააკეთე პერიოდი იყო ცუდად ვარ всё და ეგ ალბათ რა თუდად ხარ შეჩემა გარეთ იგივე რა არ იყვებოო რა გარეთ რო ჩამოხვალ არ უნდა იყვე არა ეგ არ ვიცი მაგრამ ანტი რეკლამა გადაარსა უცბად რაღაც მეზინფორტოს თუ რაღაც ის კაკი თუ კაკო თუ მე მგონი კაკი იუთუბერი არის რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ერთ-ერთი ქვეყანა სადაც ჩასულიყო იყო ინდოეთი და თუ მეორდები ბოდიში მაგრამ მე მახსოვს რომ იმაში იყო თვითფრინავში და იქიდან ანუ იქ იყო რა ვიდეო გადაღებული თვითფრინავში სადაც ამბობდა რომ აქ ერთი ინდოელი იყო და ვებაზრეო რა და მოკლედ ახლა მე რო ჩავიდეო ინდოეთში და მე რო შევჭამო ქუჩაში სადაც არ უნდა ჭამო არაფერი არ მომივა იმუნიტეტი მაქვს მაგრამ ხო გამომუშავე შენ ხო არ გირჩევო და აი კონკრეტული ადგილები შეარჩიე სადაც უნდა შეჭამოო და კონკრეტული ადგილები კიდე მანდ მეც სიამონებით წავიდოდი რა აი ესე სადამეძრაიცი მაშინ პატარა ვიყავი და ამსტერდამში რო ჩავედი და ხო ეხ გაგებული მქონდა დაჟე ნანახიც არ მქონდა მაშინ და არც ვიდეოზე არც ფოტოზე არც ჟურნალში რო რაღაცა როზავი კვარტალი რა და იქ რო ნახევრად ჩახტილი გახტილი გოგოების ვიტრინები რო ნახე და ყველა დაბოლილი რო იყო და პოლიციიდან დაწყებული ვიღაც ხალმა გაიხა და ამხელა რაღაცა პატარა ის რუები რო გატკინ თავი ჩახტა აი საგიჟეთი რა აი მხელა თავისუფლება იყო რომ შეგეშინდებოდ მართლა შემიცოდა აუ რა იყო ეგ მართლა ამსტერდამში მე რო ჩავიარე პირველად აი ხო ვიცოდი შოკში ჩავარდი რა ინტელექტუალური შოკი არ მქონდა პირდაპირ შოკი კულტურული შოკი ქონდა აი არც კულტურული უბრალოდ შოკი უბრალოდ აი სადავარ გამოყლევდი ხო აბა საიდან მოგდი აქედან საიდან ჩავდი თავისუფლება ვალი მაგი და ზვია და აქედან ჩავედი იქ უცბად ბიჭო უცებ ჩადიხარ და მეთქი სადავარტო ეს რა გამორ 16 წლის ბავშვები კალაშნიკოვით დარბოდნენ აქ და მე გავიჩიტე რაღაცა ვიღაც ქალი ვიტრინაში ძუძუება მოყრილი და აკეთებს რაღაცა ხიხანი აქ იყო და შეაკეთა და ხომ რაღაცა მეთქი შეშიქვა და გამოვიქე შემეშინდა დეიდასი ხო ესე გაუკეთე იქიდან რატომ აი ეს დეიდა იყო რომ მოყავს მე ვიღაცა ეს მეცეინებდა ხო აი ამის აქეთ არ გადმოხვიდე აქეთ აღარ დაგირა გადი აქედან რატომ უნდა მოვწიო ეგ მე ხო ერთი მეგობარი რომ მე უფრო იმას ქნა ერთი მეგობარი ყავდა კაკრას და ძლივს წავათრიეთ ამსტერდამში და ამსტერდამში ნუ იგივე პონტია ეხა იქ უნდა მოწიო რა როგორც ეხა თათუშეთში სადმე ახვიდე მთაშთა ხინკალი და არ ჭამო იგივეა ხო აი რუსეთში არაყი არ დალიო და ასე შემდეგ რა ფინური ძეხვი ფინეთში არ გაძე ლუდი არ დალიო ჩეხეთში აი პონტია და წავედით რა
წავედი არ ეწევა ეს მოსაწევი და კოფიშოპში შევედით რაღაცა ეს ძალიან ისეთი ტიპია რა აი უმაპალატაა რა ნიგალავა დომპრავიწირს თქვა და აი ყველაფერი რო იცის აი ნუ რა ვიცი რა არ ვიცი ყველაფერი წაკითხული აქვს რაც არ არის საჭირო ისიც წაკითხული აქვს და რა დისერტაციას იცავს 19 წლის ასაკში და გარეკილი აქვს რა მოწე გაუტარაკეთ რა კანკი მამეჩია მე სახელდაგვარსა და სამინაპას დაარტყმ და რაღაცა თქვენ გავაგრძელეთ რაღაცა იქ ნამსხვარი ყავა ვიღაც გოგო მოვიდა ვიღაცა რაღაც ტიპს არ მაიცა ბობ მარლის კი არა ჯიმი ჰენდრიქსის ბარი იყო თუ რაღაცა ეგეთ პონჩი ბარია და რაღაცა იქ საკაიფოთ მუსიკა რაღაცა და იქ თუ მაშინ დრო როგორ გეწელება და გავხედე ჩუმაძის და მეთქი ბიჭო სახეს არ მომდა მეთქი რაკტრის რა ხო კარგად ხარ აი ესე იჯდა და გამოხედე გაწრილებული ხო თვალეთ აუ დავრჩეთ რა ძალიან გულით რო ამას ხო ვაფშე არ უნდა აუ დავრჩეთ რა აქ უნდა კაია ეხა ეგ და დავრჩეთ რა ბიჭო ისე რამ ხელისხმაობა არის მართლა იმიტომ რომ აი მეც რა პირველად რო ჩავედი ეხა აქედან რო წავედი რა მაშინ ვიყავი 14 წლის და ჩემი ქვეყნიდან გასვლა იყო ის რომ ჯერ ჩავედით ფრანკფურტში და ჩვენი აეროპორტის მერე ფრანკფურტის აეროპორტის ნახვა მართლა კულტურული შოკი იყო ზემოთ რო ავიხედე და ეკიდა ჩვეულებრივი რეტრო თვითმფრინავები ანუ რამხელა იყო ჯერ და რამდენი ადგილი და რამდენი გასასვლელი და რამდენი ნუმერაცია და ხალხი თვითონ შენობებში მანქანები დადიან და რაღაც იგიჟე და მოკლედ იქიდან წავედით მე ლინგენ ემსი ეგეთი პატარა ქალაქი იყო და აი პირველად რა ჰაივეის რო ეძახია რომ მიდიოდი და აი კროის ფასტ ფუდები და რაღაცით ისე მოწესრიგებულობა და თვითონ ფრანკფურტის რო გიღიმია და დასანე შვაიცი მეთენა პროდიმიტენ 20 sein gehöre გეუნები შენს მიდიხარ შენ თორან წესრიგი როგორ პატივცემენ მომხმარებელს რა ხო და იგეცერე გიღიმია აქ ესე ფაღორ ხო და აქედან რო წავედი რაღაც თვითფრინა ძველი ორბის თვითფრინავები რო იყო აი ესე რომ მიდიხარ და აქედან რო წავედი აი ვიღაცას იმას რა ქვია იქ ვინც იყო პოლიციელები რაღაც კათხრელი აქ კიტრის მწნილი და გადადე რა იქით რა თან ის კიტრის მწნს რო არაგდებს ხე იქიდან გადადი მე წახვალ მე იქით მედი თუ რაღაცა და უცებ ჩადიხარ შვაიდე პოდმითანა წვედი და და იქაც თვითფრინავში ოჯექი და ეს ვარდეს რაღაცებს ლაპარაკობს იქ და უკვე ხაურა კარგია იქიდან მე რო იქცნობა რომ რაღაც ჰაერშია დიხარ თვითფრინავიდან ჩახვედი გადაიკიდე და აი მართლა შოკი მქონდა იმიტომ რომ ჩვენთან მოხდით ოჯახში ორი ტიპი ვიყავით რა ჩავედით დაახლოებით 20 ბავშვი მესამე ადგილი ავიღეთ რაღაც თეატრალური ფესტივალი იყო და ცოტა ხანი დავდიოდი მანანათოდაძის რაღაცა ჯგუფში და იქიდან ჩავედით რა ანუ ეს ბავშვები განგვათავსეს ერთ ოჯახში ეხა ეს ოჯახი როგორი იყო იცი რომ ორი სართული ზემოთ იყო ორი სართული ქვემოთ იყო სუსუდაბლა იყო პინგ-პონგის მაგი და სადაც იყო ყუთები ძალიან ბევრი გვერდებზე ელა ბურთები და იყო სნიკერსები და ბაუნტი მეთქი პინგ-პონგის ბურთები არა მარსი და ეგეთი იყო მანიაკი ოჯახი იყო ხო რაღაც ხო და მარტო თან აღდგომის პერიოდი იყო და მე გარეთ გაგვიყვანეს და ვითომ გვაძებდნენ კალათები რაღაცა ფერადი კვერცხები თუ რაღაც აუ შპაილია სოთოდ მე დაიდა ბოდენა და რაღაცა მე ვიცი ისე ვარ პინკის ის რო არის ხო იცი რაღაც კლიპი როა can we work it out can we be a family აი სადღაც რომ მოხდები მე და მე მარტო მაგას და აი გამოყლევდი ქვია მაგას და აქ რო ჩამოვედი და მიუხედავად მაგისა მაინც ის ქონდა ხო რომ ჩამოვედი სენტიმენტები შეჩემ აი ბოდიში სანამ გაგზელებ როცა ვეშვებოდით თბილისში ვერ მიხვდებოდი რომ ქალაქში ეშვებოდი იმდენად უშუქობა იყო შეჩემა რომ ანუ თლიანი ქალაქი იყო ჩამქრალი და უბრალოდ აეროპორტი იყო განათებული რა მოკლედ რა გამახსენდა იცი რომ სალსას ბარში ვმუშაობ გისგანში გერმანიაში რა და ნუ იქ როგორი ტიპები არის იცი ნატოს ჯარი და რაღაცა მაგარტანებზე აი შავკანიანი მამრები და დიდ ძუძუებიანი აი ახალი შემოსულია სილიკონი რა აი ძუძუზე და ძუძუს კიდე თავები რო აქვს ხო იცი ეს და აი ეგეთი დეიდები რო არის ცოტა გაუპარსავი ფეხებით რო არის რა უფ აი ეს ცეკვა და ნუ რაღაც საშწაული ხდება და მე პატარა ვარ რა 20 და ვიღაცა ჩემთვის უფროსი ხალი იყო რაღაც მაშინ 36 წლის ხალია ჩემთვის რა ეხა ბავშვი ხო რა დრო იდეს გიყოლი ეს ანია გვარს აღარ ვიცი და რაღაცა მომეწონა თუ რაღაცა და შანსი მაქვს საზღვარგარეთ ვარ გოგო და ვადაჟდი რაღაცა მოუყვები და წამოდიო ჩემთან და წავედი სახში ცოტა შიგონდა არ შეიძლება ცხოვრობ და რაღაცა დიდი ბაითი ქონდა მე ეგეთ რამეში არ გავჩიტულ არ არის შოკი კიდე მეორე ბიჭო
კარჩი სუნი გამოდის სახლიდან როგორ იცი აი მაშინ არ ვიცოდი ეს მაგრამ ნორიოს მეფრიანობის ქარხნის აი სკინტლის სუნი დგას რა და კარები და ბევრი გალიები და სულ ჩიტები ყავს აი როგორი ჩიტები ყავს აი კაკაბი რა ბუ რაღაცა იადონი ყველა ჩიტი ყავს ზოგი გამხმარი რა ალბათ რომ ისქალი მოტყანი რა ქვია კაროჩი ხო მაგრამ მარტო სახში რომ ტრედებთან არის ხო აი ეგ არის რა უღო სხვადასხვანაირი ჩიტი ყველა გალობს უტრაკებენ რაღაცა ერთმანეთს ზოგი ლაპარაკობს ყავას სვავს აი ჩიტები რა აი ხით და კორწილი გაგიჟდებოდი და ბევრი სკინტლი და სკინტლის უნდა ეხა უკან ხوار დავიხევდით თბილისელი კაი ბიჭი ჩამეთჩე და ნუ რაღაცა და მოკლედ მაშინ მივხვდი აი იმაზე ბანტი ტრაკზე კოდალა აი ტრაკზე კოდალა მეჯდა გაგიჟდებოდი ესეთი რამე არ მინახავს დავიცამე რამხელა ჰარმონიაში ქონდა სექსიაზე ხარ და ესე წამოვედი იქიდან აი მენა გიგალობდნენ სექსის დროს ეს აუ რა იყო ეს არიცი მოვიდა რა კაინ თვალში რაღაცა ხდებოდა გიტრაკებდნენ ხო ო ტარზანი მოათრია ჩიტების ენაზე იმას იძახდნენ მოათრია კიდე ვიღაც მოათრია და ეს ტარზანივით გამოვარდი უკვე რა და ბევრი სკინტლებით ესე და სასაული ხალი იყო ბევრი ჩიტები ყავდა რა მოკლედ ტურიზმი ჩემი ტურიზმი ეგ იყო ხო და აი მასე რას მთასვლელობაზე რას იწვი ცოტა რაღაც ძალიან ბიჭო რავი იმ დღეს ვიდეო ნახე სადღაც ამის გულისთვის რომ მიდიან და არ ვიცი არა ეგეც ძალიან კარგი რამეა ეგეც კარგი რამეა რაც არ უნდა უძლებენ რაც არ უნდა რამშტაინის კლიპი ნახოთ სადაც არც თუ ისე სახარბიელოდ ვითარდება მოვლენები მთაში ან რაიმე ფილმი ყველგან მაინც მე მგონია რომ ძალიან მაგარია იმიტომ რომ ნუ რაღაცა რისკები ხა ყველა მოგზაურობის დროს არის მე ეგ არ მიცდია არ შემილია მაგრამ არ შემიძლია ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მიცდია, რომ ვცდი, მე შეიძლება თქვა, რომ პირიქით შეიძლება ძალიან გამინდაცოს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ ეგეთი ადამიანებს, ვინც თასვლელებს მოკლედ რა, ყავდა ჩვენ ლეგენდარული. ხო, მე ვკაიფობ რომ ტიპები როგორი გაბედულები და როგორი ბიჭო, აი გეუნებით მაო, გაბედულები და რისკი კი რა ვიდეო ნახე, შორტი იყო, მაგრამ ვიდეო იყო, ტიპი ადის დაცვის გარეშე, რაღაცა რეალიტი სპონჯი ქონათ გაკეთებული. ქვემოთ არის ტიპი, უყურებს ეკრანზე, როგორ ადის ის, კონტაქტზე ყავთ ანუ ის რა, იქიც არის და იმას თან ვიღაცა სხვა უღებს, ოღონდ ის ჩამოკიდებულია თოკით ვინც ამას უღებს რა და ეს დასვის გარეშე ადის როგორ კლდეზე იცი აი ესე კი არ არის არ წლიაპები არ თოკები არაფერი არ აი არაფერი ვაფშე არაფერი და აი ლამის ესე არის ტიპი როგორ ახერხებს და თან რო უღებს ეს ვინც თოკებზეა და დაზღვეულია და 700 იმით არის ანუ ის იცინის რა და ანუ ტიპსო და ქვემოთ იძახის ვინც მონიტორზე უყურებს რა არ ვიცი ხა მამა იყო თუ მაგის მასწავლებელი იყო რომ ანუ მეო აქო ვიბრიდებიო და ლამი ცუდათ ვარო უკვე რა აქ რო ვარო იმასო იმენ ყველაზე ბედნიერი დღე აქვს ცხოვრებაშიო რასაც მე უყურებო ხა რა და кайფო ა როგორ ანუ რაღაცა სხვა იმაზე გადადის ადამიანი აი როგორ ვიღაცებს არ ესმით რომ თევზაობის დროს რანაირდი ის იმაზე кайფობს რა ეგ არის მანდ რამოდენიმე ერთი ფაქტორი ერთი ბუნება მეორე მთა მე რაღაცა მაგია მაგ ყველაფერსაც აქვს და ცალკე და ადრენალინი ძალიან ექსტრემი ექსტრემი ხო სუფთა ჰაერზე ექსტრემს რა ჯობია მაგრამ ძალიან სარისკოა მე ვერ შევძლებდი მაგალითად დაცვის გარეშე და იმის გარეშე ესე იქ ხო ის არის რა თავდაჯერებული უნდა იყოს შენ სკილებში რომ ეგ გაბედო რა გახსოვს ის ანეკდოტია ორი მთასვლელი რომ მიდის რუსული ანეკდოტია მაგრამ ეს ადია და იქ ხო გიპოქსია ემართება ბევრი ჟანგბადი რაღაც უჟანგბადობა რაღაცა და შეშუპება რა ჰაგაბადი და ეს ვაня ეს подстрахуй меня да ты сам подстрахуй от подстрахуй я слышу აი აგინეს ერთმანეთს ო რა აიჭრებიან და აი გალი რა ხო არა ძალიან დიდი რესპექტი მაქვს ეგეთი ხალხის მიმართ ვინც მაგას ახერხებს რავი საღოლ რა ზოგადად ადამიანის დავაში სხვანაირი ტიპებია კაი ტიპები არიან თასვლელები რა მაგალითიანი ხალხია რა ხო ჩესტი აქვს და რაღაც კაი ტიპები არიან გინდა ხალი გინდა კაი რაღაცნაირი სხვაგან არიან რა და სხვათა შორის ძალიან უჭირთ მე ჩვეულებრივად აი ქალაქის სოციუმთან ინტეგრირება და რაღაცეები დაჟე მე ზმანზე ვატყობ ხოლმე რომ ეს იქ მოგზაურობს რა რაღაც ჰაიკები და რაღაცები აქვს ფეისები და ისინი აწვიათ და რაღაცა ეს ისინი საწვიმრები სხვანაირი მე მქონდა რაღაცა ინტერვიუსავით მქონდა ერთ-ერთ თასლოთან და ხო და თასროლის დედასთანაც სხვათა შორის და თასროლის დედა ამბობდა იმას რომ ანუ ძალიან რთულია როცა იცი რომ შენ თასროლი და თასროლის დედა რო იხჭობოდნენ რომელს გადაარჩენთ ორივეს ბრატ ხო და
ანუ ისყვებოდა რა იმას, რომ ხო, ანუ ძალიან რთულია, როცა შვილს უშვებ და იცი, რომ ამ ხელა რისკზე მიდის, მაგრამ მეორე მხრივ რომ იცი, რომ შენი შვილი როგორი ბედნიერია, როცა უყურებ, რომ იქ არის, აი ეგ წონიდა რა იმას, რომ ოღონდ აი შვილი ბედნიერი თუ, მაგრამ ძალიან რთულია ბიჭო, ხო წარმოვიდგენ, რომ ჩემი შვილი შეიძლება თასვლელია და იქ ადის, აი ყველა წასვლაზე უნდა ვინერვიულო და ანუ ძალიან დიდი რესპექტი მაქვს, იმიტომ რომ მართლა შენი თქვის არ იყოს კოდექსების ხალხია. ეხლა შენ წარმოვიდგინე რა ტიპები არიან, რაღაცა პერიოდი, აი სხვანაირი ისაა რა, ანუ აზრების ნაკადი სხვანაირი გაქვს, იმიტომ რომ შეჩვეული ხარ თვეობით, ასე შეიძლება ცეცხლთან იჯდე, მარტოობას შეჩვეული ხარ, სხვა ადამიანებთან მართლა ურთიერთობას შეჩვეული ხარ იმას, რომ იქ თაში სხვა ადამიანები თემებზე ლაპარაკობენ ვაფშე იქ. ხო, ანუ სხვა ანტენებზე არიან რა და მე აქ რო ჩამოდიხარ ეხა და ეგრე მე ვიყავ ეხა მონასტერში ერთი თვე და მე რო ჩამოვედი და სამთოქიმესთან რო გამოვიარე რაღაცა მეგონა რომ ერთმანეთს ჭამდა ხალხი აი პირდაპირ მანქანაც რო ჩაიწვლა და რაღაც ესე ვიყავ იმიტომ რომ იქ ისეთ რაღაცა აქვს მაგას იმიტომ რომ წასვლაზე მშვიდად ვიყავი მეც რო ძალიან ჩავერთე და ეკლესიურად და სტიქაროსანი რო გავხდი და მამამ რაღაცა და იქ რო ვიყავი, აქ მინდო და აქ რო ვიყავი, იქ მე ცოტა ავიჭერი რა. ხო, ეგა კი. ავიჭერი რა დღემდე მაგათ კერვარ, მაგრამ აი ცოტა რაღაცა ისა. როგორც აი იმ თასაც და რაღაცა თასაც ეგრეა კი. ხო. ხო, აი საბოლოოდ ეხა მთაზე უფრო მეტი იმიტომ ვილაპარაკეთ, ეხა რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ბალიზე წასვლა და არის ადგილები, რომელსაც აი რო უყურებ ხოლმე ვიდეოებში, ვფიქრობ, რომ აი 60-ია რა, ჩვეულებრივად. ეხა იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, ისეთ დიკაპრიო რო თამაშობს კუნძული რა, მან წილდა სვინტონიც არის და ანუ მან ეგეთ სიტუაციაში მოხვედა, რასაც როცა ახალგაზრდა ხარ ვითომ მან სხვა ისა. აუ ბიჭო, სხვა ენერგია აქვს ვაფშე ტიპს. ასლაპარაკობ. ეხა ეგრე რო ცხოვრობ, კლდიდან ხტები და აი ყოველდღე ამაში იღვიძებ და ანუ აი სხვა რა ის ჭირდება რა ადამიანს ძალიან რა, ადამიანის ფსიქიკას და ქალაქის ადამიანს განსაკუთრებით. ეგრე თუ არ გახვედი ხანდახან და აი ეს სასუნთქი არ გაიჩიტე ჟანგბადი. მე რა მაქვს იცი სურვილი მეც მინდოდა კემპინგი მანქანა, მაგრამ ეხლა რა მანქანა წავს კმაყოფილი ვარ და მინდა რომ აი ხა დავაწვე ერთ წელს აფხულს არ ვიცი ვინ გამომყვება ჩემი შვილები და ჩემი ნაცავი ვინც იქნება გავტენო მანქანა ამ კემპინგ რაღაც გაზი წყალი რაღაცები და აი ესე წავიდე ჩერეს წალკა მინდა წავიდე გადავიდე ახალ ქალაქი იქითკენ რაღაცა რაბათი შმაბათი ჩავიდე ბორჯომში მე წავიდე რაჭაში რაჭიდან იქით გადმოვიდე წავიდე ზღვაზე ჩავიდე აი ეს ერთი 5 დღე მინდა რა და გადაიღე მე და არა ეს თუ ამყვნე და მარტო გიჟით არ მარტო არ ამინდა რაღაც მე ნანახი მაქვს ეგ ყველაფერი და ამათ მინდა ვაჩვენო და რაღაც ვაზია რომ ის თევზაობაც იქ რაბათი ვნახოთ იქ რაღაცა დაშპაში ვნახოთ იქ რაღაცა გამოყვებიან მე შენი იქ რაღაც ლორი ვჭამ რაჭაში მეგობრებთან ჩავიდე ვაკაჩუკა ჩამოვიდა ვაკაჩუკა ჩემთვის უკვე ბებრული ტურიზმია ჩემი საქართველოა ჩემი ტურისტული ზონა რა ხო ეს არის მოკლედ რა ამით დავასრულოთ დღეს დავასრულოთ საკმაოდ ბევრ თემას შევეხეთ შეიძლება გავწელოთ კიდევაც მომავალი გადაცემისთვის და სხვა ისევ რაღაცებს სხვა თემებსაც დაუბრუნდეთ და თქვენ რეკომენდაციებსაც სულ მივიღებთ დაგვისაბსკრაიბეთ დაგვილაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე დროებით ნახევარს